იცი რა, რომ არ არსებობს ნატა აფერაძეს. ეს თვითონ ცოდნოდა და შობას ეს დაეგეგმა, ნუ ცხადია რომ მას ეს დაავალეს. გესმის? და გამოიყენეს რა, უთხრეს, სად არის ეს ხატი, მიმართეს, შეიყვანეს და გამოიყვანეს, ხო? შენ თუ გინდა ეს გაარკვიო, ანუ საიდან მოდის მცდელობა ქვეყანაში სისხლის დაღვრისა, ხო? შენ კი უნდა იცავდე როგორც ხელშეუხებელ სიწმინდეს ამ ნატა ფერაძეს, პოლიციისვე კორდონებით, სახლთან. არამედ უნდა გამოათრიო ეს არსება ყურით. აბსოლუტურად მართალი ხარ, ჯერ უნდა ფსიქიატრიულ დიაგნოსტიკაზე მიიყვანო, იმიტომ რომ აშკარად ფსიქია, ხო? მაგრამ გარდა ამისა უნდა მოუწყო მას დაკითხვა, შესაბამისი, თქვა, თუ პაციენტია ექიმის თანდასწრებით, თუ არ არის პაციენტი და არ სვავენ საგიჟეთში და როგორც ჩანს არ სვავენ და აგრძელებს ცხოვრებას, მაშინ უბრალოდ გამომძიებელთან და გაარკვიო ვინ მისცა მას ეს დავალება. აი სანამ ამ მოქმედებას და ნუ მერე რა თქმა უნდა კანონის შესაბამისად ეს ადამიანი უნდა გაუშვათ ციხეში ან საგიჟეთში ან ციხეში და სანამ ამ მოქმედებას ბიძინა ივანიშვილი არ ჩაატარებს პირადად პოლიტიკაში დაბრუნებული კი არა ვეღარ დამალული ბიძინა ივანიშვილი სანამ ნატა ფერაძეს არ დაკითხავენ რათა გაარკვიონ ვინ მისცა მას ეს დავალება არ მიადგებიან ამ დავალების მიმცემს და არ ჩააყუდებენ ციხეში როგორც ტერორისტს რომელიც ცდილობს ქვეყნის არევას ხო მე არ მაქვს უფლება დავიჯერო რომ ეს არ არის მათივე სცენარი ანუ თუ გინდა შენ როგორც ბიძინა ივანიშვილმა ქართულმა ოცნებამ ლილუაშვილმა სუსის უფროსმა შინაგან საქმეთა დამიმტკიცოთ რომ თქვენ არ ახართ ამისი ინსპირატორები მაშინ თქვენ ეს ელემენტარული საგამოძიებო მოქმედება უნდა გააკეთოთ